თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. ჩემი მაჯლაჯუნა გამოჩნდა ისევე პერიოდულად მახსენებს თავს ვარ დამავიწყდეს. ძალიან დიდი ხანია ახლა ესეთი არაფერი არ მესიჯი არ გამოგზავნია ჩემთვის და ალბათ ფიქრობს რომ დამავიწყდა და ამიტომ მახსენებს თავს. ისევ 337 არაქართულ გვარზე მაქვს საუბარი. ძალიან მოგზალებულად, ოღონდ უკვე მოგზალებულად მომწერა ჩამჭრელი გვარები გავამიგზავნა. ჩამჭრელი გვარები, რომლებიც ესე იგი თავისი აზრით არის არაქართული გვარებია. იმიტომ რომ არაქართულად ჟღერსო, ჯერ რატო ჟღერს არაქართულად, აი ამას ვერ გებულობ. ხო და მე რატო არის არაქართული, ამასაც ვერ გებულობ. რა ვიცი აბა ახლა მარჯანიშვილი, სომხიშვილი, აზარაშვილი, ხაზარაძე, თათარაშვილი, თურქია, სულთანიშვილი, ჯანიკაშვილი, ნაზარიშვილი, ივანიშვილი, აი ეს გვარები როგორ შეიძლება იყოს არაქართული. ეს არის ბოლო წლებში ხშირად ხვდებით განცხადებას, თითქოს ეს გვარები არის არაქართული გვარები, 327 გვარი, რომლებიც თითქოს სხვა ხალხებისგან მოდის და შემდეგ გაქართულდა. ეს მოსაზრება პოპულარულ ტექსტებსა და სოციალურ სივრცეში ფართოდაა გავრცელებული სამწუხაროდ, თუმცა როდესაც საკითხს ისტორიულად და აკადემიურად განვიხილავთ, სურათი სრულიად განსხვავებულია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ქართული ონომასტიკაში ასეთი კატეგორიული სიები არსებობა მეცნიერულად პრობლემურია. ქართული გვარის წარმოშობა მხოლოდ ერთი სიტყვით ან ეტიმოლოგიური მსგავსებით არ განესაზღვრება. გვარის ისტორიის დასადგენად საჭიროა საარქივო დოკუმენტები, საგადასახადო დავთრები, სამეფო სიგელები, საეკლესიო და მეტრიკული ჩანაწერები და კონკრეტული საგვარეულო ქრონოლოგიური კვლევა. მხოლოდ ამ გზით უნდა გაერკვეს საიდან მოდის კონკრეტული გვარი. საქართველოს ისტორია მრავალი საუკუნის განმავლობაში მომდინარეობდა ძლიერ იმპერიებს შორის, ბიზანტიას, ირანსა და ოსმალებს შორის. განსაკუთრებით რთული იყო მე-15-18 საუკუნეები, როდესაც ქვეყნის დიდი ნაწილზე ძლიერი პოლიტიკური და რელიგიური ზეწოლა არსებობდა. ამ ეპოქაში ქართული ოჯახი იძულებული გახდა შეეცვალა თავისი რელიგიური კუთვნილება, მიიღო სხვა კულტურული გარემოსთვის მისაღები სახელი ან დროებით შეეცვალა საკუთარი გვარის ფორმა. თუმცა ასეთ შემთხვევაში საგვარეულო წარმომავლობა არ იცვლებოდა, გვარის ფორმა შეიძლება იცვლებოდა, მაგრამ ოჯახი და მისი ფესვები ქართულ საზოგადოებაში რჩებოდა. ქართული გვარებში ხშირად გვხვდება ფუძე, რომელიც შეიძლება გავდეს სპარსულ, არამულ ან თურქულ ან ებრაულ სიტყვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გვარი უცხოა. საშუალო საუკუნეებში საქართველოში ფართოდ გამოიყენებოდა ესეთი პიროვნული სახელები, როგორებიც იყო დაუშვათ ჯაფარა, მირზა, ბეგი, ასლანი და სხვა. ეს სახელები აღმოსავლეთ წარმოშობის იყო, მაგრამ მათგან წარმოშობილი გვარები, მაგალითად ჯაფარიძე, მირზაშვილი, ბეგაშვილი უკვე ქართულ სოციალურ სფეროში ჩამოყალიბდა და ასეთ შემთხვევებში გვარი არის გვარი ქართულია უცხო ფუძის რა ქვია მაგას უცხო ფუძით, რაც სრულიად ბუნებრივი პროცესია მრავალსაუკუნეური ქართული ურთიერთობების პირობებში. იგივე ხდებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც საქართველოს რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ სისტემაში შევიდა და მრავალი გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწერა რუსული ტრანსკრიფციით. ზოგ შემთხვევაში დაემატა კიდევაც რუსული დაბოლოებები, მაგალითად ოვი, ევი ან ინ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ბიუროკრატიული ფორმა. საგვარეულო წარმომავლობა ამით არ შესრულა.
რას როდესაც კონკრეტული გვარები დეტალურად იკვლება არქივის მასალებით მე-17-მე-18 საუკუნეების საბუთებით სამეფო სიგელებით და საგანსახადო დავთრებით ხშირად ირკვევა რომ ისინი საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაში არსებობდა. ეს ნიშნავს რომ არაქართულად ბრჭყალებში გვარების დიდი ნაწილი სინამდვილეში ქართული სოციალური გარემოს ნაწილია. ქართული გვარების ფორმითაა ჩამოყალიბებული და ისტორიულად ქართულ საზოგადოებაში ფიქსირდებოდა. ამიტომ 327 ყმადაღებული არაქართული გვარის თეზისი ისტორიულად ძალიან გამარტივებული და ხშირად შეცდომაში შემყვანია. საქართველოს ისტორია მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების ისტორიაა. ამ ურთიერთობებში სახელები იცვლებოდა, ფორმები ადაპტირდებოდა, მაგრამ ქართული საგვარეულოები ინარჩუნებდნენ საკუთარ ფესვებს. გვარის წარმოშობის დასადგენად აუცილებელია არა ზედაპირული ეტიმოლოგია, არამედ დოკუმენტური კვლევა. და სწორედ ასეთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ქართული გვარები თავიანთი მრავალეროვანი და ფეროვანი საქართველოს ისტორიის ორგანული ნაწილია. რამოდენიმე ქართული გვარის მოკლე ისტორიული გენეალოგიურ მოხელვას შეუდგებით დღეს ქართულ გვარებზე მშენებლობისას მთავარი შეცდომა ის კი არ არის, რომ მხოლოდ ფუძეს უყურებენ და გვარის ნამდვილ ისტორიას დოკუმენტებს, გეოგრაფიას, სპეციალურ გარემოს და ქრონოლოგიას ყურადღებას აღარ აქცევენ. სინამდვილეში სწორედ ქრონოლოგიური წყაროები გვიჩვენებს არის თუ არა გვარი ორგანულად ქართული. ქვემო წარმოგიდგენთ რამოდენიმე გვარს, იმ გვარებს, რომლებიც მე წეღან დაგისახელე და პირველი გვარი არის ესე მარჯანიშვილების გვარი. ეს საოცარია რა. მარჯანიშვილი დასავლეთ საქართველოს, კერძოდ იმერეთის ისტორიული გვარია, რომელიც ძირითადი კერა მაღლაკი და ქუთაისის მიდამოებია. გვარის ადრეული დოკუმენტური ფესვები მე-16 საუკუნეში ჩანს. 1556-1560 წლებში უკვე მიხსენიებიან ეს ამ გვარის წარმომადგენლები. შემდეგ 1680 წლის ნასყიდობის წიგნში ხვდებით მარჯანიშვილი ხიზანას ხვდებით, ხოლო მე-18-მე-19 საუკუნეებში საგვარეულო ცერი აზნაურობის ფენაშიც ჩანს. ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ მარჯანიშვილები უფრო ძველი ფორმით ივან ჯანაშვილებს უკავშირდებიან. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს შიდა ქართულ საგვარეულო ევოლუციასთან და არა გვარიდან შემოსულ შემთხვევით გადაკეთებულ გვართან. ამიტომ მარჯანიშვილთა გვარი დოკუმენტურად დასტურდება სულ ცოტა მე-16 საუკუნიდან, ხოლო მისი სოციალური და გეოგრაფიული გარემო აშკარად იმერულია, ანუ ქართულია. სომხიშვილები ეს ძალიან საინტერესო გვარია. სომხიშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გვარია ამ თვალსაზრისით, რომ მისი არასწორი ინტერპრეტაცია მხოლოდ სახელის ზედაპირული წაკითხვიდან იწყება. გვარი დოკუმენტებში ნათლად ჩანს მე-17 საუკუნიდან, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, სოფლებში, ენაგეთსა და ახალშენში. ადრეული ცნობებიდან აღსანიშნავია 1640 წლის საბუთი, სადაც ახალშენში ცხოვრები სომხიშვილები იხსენებიან, ხოლო 1657, 1677, 1682, 1683 და 1698 წლებში გვარის წარმომადგენლები მრავლად ჩანან იურიდიულ აქტებში. განსაკუთრებით საყურადღებოა ამირანა სომხიშვილი, რომელიც ბარათაშვილთა საგვარეულოს გარემოსვაში მოწმენდაა, ესე იგი და მსახურად ჩანს. ეს უკვე ნიშნავს, რომ გვარი მოქმედებს ქართულ ფეოდალურ სამართლებრივ სივრცეში და მყარად არის ინტეგრირებული ადგილობრივ ქართულ საზოგადოებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სომხიშვილი არ ნიშნავს ეთნიკურ სომეხს. გვარი დიდი ალბათობით მოდის ისტორიული ტოპონიმიდან სომხეთი, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთ ნაწილს ეწოდებოდა. აი სომხეთ საბარათიანო, ქვემო ქართლი იყო სწორედ, ამიტომ დოკუმენტებში ეს გვარი უფრო უნდა გავიგოთ როგორც სადაურობის ტერიტორიული სახელზე წარმოშობილ გვარად და არა ეთნიკური წყობის ნიშანი. წყაროები პირდაპირ მიუთითებს, რომ სომხიშვილები იყვნენ მართლმადიდებლები და ტომით ქართველები. აზარაშვილი ქართული პატრონიმული გვარია, რომლის ფუძე ბიბლიურ სახელს აზარიას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ გვარის სტრუქტურა სახელი პლუს ქართული სუფიქსი შვილი მთლიანად ქართულია. ამ ტიპის გვარები ქართულ ონომასტიკაში სრულიად ჩვეულებრივია. სახელი აზარია ებრაული ბიბლიური წარმოშობისა და ნიშნავს ღვთის შეწევნას, მაგრამ ბიბლიური ფუძე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს არაქართულ გვარს. პირიქით, ქრისტიანობის შემდგომ ქართულ სამყაროში სწორედ ბიბლიური სახელები გახდა მრავალი გვარის საფუძველი. იგივე პრინციპით გვაქვს ისაკაშვილი, იაკობაშვილი, ლაზარაშვილი და მრავალი სხვა გვარი.
აზარაშვილების კონკრეტული ადრეული წყარო დღეს ჩვენს ხელთ ნაკლებადაა წარმოდგენილი, მაგრამ ეტიმოლოგიურად და სტრუქტურულად ეს არის კლასიკური ქართული პატრონიმული გვარი, რომელიც ქართულ ქრისტიანულ სახელდებით სისტემას ეკუთვნის. ამიტომ მისი არაქართულად გამოცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ სახელი ბიბლიურია, სრულიად უსაფუძვლოა. ხაზარაძე ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფუძედ შეცდომაში შეიყვანოს ადამიანი და არა სპეციალისტი, გვარი დოკუმენტურად მყარად დასტურდება მე-16 საუკუნიდან. 1578 წლის საბეგრო დავთაში მაღლაკში ცხოვრები რამდენიმე ხაზარაძეა მოხსენებული. ნასყიდა, სიხარულა, სულმამა, ქიათირა და ხახუა ხაზარაძეები. მათ ქუთაისის სახლსად ეკისრებოდა ბეგარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ დროისათვის უკვე ადგილობრივი მეურველი მოსახლეობის ნაწილია. ეს არის ძალიან ძლიერი არგუმენტი, თუ გვარი მე-16 საუკუნეში მაღლაკში ქუთაისის საყდრის საბეგრო სისტემაში ფიქსირდება, იგი ვერ იქნებოდა გვიანდელი ხელოვნური კონსტრუქცია. შემდგომში ხაზარაძის და გვარის წარმომადგენლები სასულიერო სფეროში ჩანან, ცნობილია მღვდლები ანდრია ხაზარაძე, ათანასე ხაზარაძე, სერაპიონ ხაზარაძე. მას შესაბამისად ხაზარაძე არის ძველი იმერული ქართული გვარი, რომელიც დოკუმენტურად 1578 წლიდან, ხოლო მისი ქართული წარმომავლობა დასტურდება როგორც გეოგრაფიით, ასევე სოციალური ფუნქციით. თათარაშვილიძეს მინდა ერთი ორიოდე სიტყვა გითხრა, თათარაშვილი ხშირად სწრაფად აღიქვება როგორც უცხო გვარი. და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფუძე ეთნოს წააგავს. სინამდვილეში ქართული გვარების სისტემაში ეთნონიმური ფუძეები ძალიან გავრცელებულია და ისინი ყოველთვის არ აღნიშნავს უშუალო უცხო ეთნიკურ წარმოშობას. ხშირ შემთხვევაში ასეთ გვარს საფუძვლად უდევს ისტორიული მოვლენა, მეცახელი ან ტყვეობის ამბავი. საგორეულო გადმოცემით თათარაშვილების ძველი გვარი არის ქავთარაძე ყოფილა. მათი წინაპარი თათრებს გაუტაცნია, შემდეგ თავი დაუხსნია და მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილი დარქმევიათ. ეს სიუჟეტი სრულად ჯდება ქართული გვარების ისტორიულ რეალობაში, სადაც მრავალი გვარი კონკრეტულ შემთხვევაში ზეწოდების ან ბედის ნიშნად ჩამოყალიბდა. ესე იგი დოკუმენტურად გვარის წარმომადგენლები განსაკუთრებით ჩანან მე-13-მე-20 საუკუნეებში საეკლესიო და საზოგადოებრივ წყაროებში. შიო თათარაშვილი, ეგნატე თათარაშვილი, კონდრატე თათარიშვილი, სამსონ თათარაშვილი, ამდენად თათარაშვილი არის ქართული გვარი, რომელიც ქართული მართლმადიდებლური საგვარეულო შიგნით ჩამოყალიბდა და მისი ფუძე მხოლოდ ისტორიული მეტსახელით ხასიათდება. სულთანიშვილების ძალიან საინტერესო გვარია. ნათელი მაგალითია იმისა, რომ აღმოსავლური სახლისგან წარმოებული გვარი შეიძლება სრულად ქართული იყოს. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულთანი, ხოლო სუფიქსი შვილი ქართულია. ანუ ეს გვარი სიტყვასიტყვით ნიშნავს სულთანის შთამომავალს და სტრუქტურულად სრულიად ქართულ პატრონიმულ ფორმას წარმოადგენს. ადრეული გარემო ამ გვარისათვის უკვე მე-16 საუკუნეში ჩანს, რადგან 1579 წლის საბუთებში მოხსენებულია ღანუკელი სულთანა, ხოლო უშუალოდ გვარის ფორმით სულთანიშვილი დოკუმენტებში ჩანს მე-17 საუკუნეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამულა სულთანიშვილი, რომელიც 1603, 1630 და 1640 წლების სამეფო საბუთებში თემურაზ მეფის კარის მწერლად და დამწერად გვევლინება. ეს უკვე ძალიან მაღალი დონის არგუმენტია. გვარის წარმომადგენელი ჩართულია ქართული სამეფო კანცელარიის საქმეებში. ამიტომ სულთანიშვილი ვერანაირად ვერ ჩაითვლება არაქართულ გვარად. აღმოსავლური სახელის ფუძე აქ უკვე ქართულ ისტორიულ სივრცეშია გადამუშავებული და დოკუმენტებით დასტურდება სულ ცოტა მე-17 საუკუნიდან. ჯანიკაშვილი ქართული პატრონიმული გვარია, რომელიც სახელი ჯანიკასგან არის წარმოებული და ეს სახელი თავის მხრივ შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღმოსავლური წარმოშობის სახელებთან, მაგრამ ეს გარემოება გვარის ქართულობას არ ეწინააღმდეგება. მთავარია, რომ გვარი ჩამოყალიბებულია ქართულ სახელდების წესით და მოქმედებს ქართული სოციალურ გარემოში. დოკუმენტურად ჯანიკაშვილები აშკარად ფიქსირდებიან მე-17 საუკუნიდან. ერთ-ერთ ადრეულ საბუთი 1657 წელი, სადაც ევანეს და ჯანიკაშვილი ენაგეთში მცხოვრები როსტომ მეფის წყალობის ციხეში იხსენიება. შემდეგ გვაქვს 1653, 1671, 1672 და 1688 წლების ცნობები, სადაც ჯანიკაშვილები ჩანან როგორც მამულის მფლობელები, მოწმეები ან ფეოდალურ ურთიერთობაში ჩართული პირები. ეს ნიშნავს, რომ ჯანიკაშვილი არის ადგილობრივი ქართული სამართლებრივი და სამეურნეო სივრცეში ჩამოყალიბებული გვარი. მისი ისტორიული ფესვები განსაკუთრებულ ჩანს ქვემო ქართლსა და შემდგომ კახეთში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ქართულ წარმომავლობას. ნაზარაშვილი, ანუ ნაზარიშვილი, ბიბლიური სახელის საფუძვლით შექმნილი ქართული გვარია.
გვარია ფუძე ნაზარი უკავშირდება ძველ რელიგიურ სახელდებით ტრადიციას, ხოლო შვილი ქართული პატრონიმული სუფიქსია. ამიტომ ეტიმოლოგიურად ეს გვარი ისეთივე ქართულია, როგორც სხვა მრავალი ქრისტიანული სახელით წარმოშობილი გვარები. ადრეული დოკუმენტური ხსენება გვაქვს უკვე 1612 წლიდან, როდესაც საბუთებში იხსენიება ბასილა ნაზარიშვილი. შემდეგ 1697 წელს გვხვდება ფასტა და ნაზარიშვილი, როგორც საბუთის დამწერი, მაგრამ ნაზარიშვილთა განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ ეტიმოლოგიაში არ არის. ისინი წარმოადგენენ ვერცხლის მნობელთა პროფესიულ დინასტიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც რამოდენიმე თაობის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ზარაფხანაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იესე გულამბეგის ძე ნაზარაშვილი, შემდეგ ბეჟან იესეს ძე ნაზარაშვილი, მოგვიანებით იესე ბეჟანის ძე ნაზარაშვილი, დავით ნაზარაშვილი, რომლებიც სამეფო და შემდგომ რუსული პერიოდის ზარაფხანის საქმიანობაში მონაწილეობდნენ. ასეთი დინასტიური ხაზი უკვე არა მხოლოდ გვარის არსებობას, არამედ მის მნიშვნელოვან ადგილს აჩვენებს ქართულ ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ სისტემაში. ივანიშვილი, ანუ ივანაშვილი, ქართული გვარების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია. მათი ფუძეა ივანე, რომელიც ბიბლიური წარმოშობის სახელით და ქართულ სამყაროში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. აქ თავარი ისაა, რომ ბიბლიური ფუძე ქართულ ტრადიციაში იმდენად ძველია, რომ ასეთი გვარები უკვე ქართულ კულტურულ სხეულში ორგანულად არის შესული. ადრეული დოკუმენტური ხსენება გვაქვს 1536-1537 წლიდან, როდესაც საბუთში იხსენიება ივანაშვილი, კრეფას მცხოვრები, რომლის მამული წილად ერგო იოთამ ბარათაშვილის. შემდეგ მე-17 საუკუნეში გვხვდება არაერთი ფორმა: გოგიტა ივანაშვილი, გელიტა ივანაშვილი, ბერა ივანაშვილი, სიმონ ივანაშვილი, ივანი ივანაშვილი და სხვები. ეს მრავალრიცხოვანი და ტერმინულად ფართოდ ხსენებები აჩვენებს, რომ გვარი უკვე მე-16 საუკუნიდან მყარად არსებობს ქართული მიწაზე და მოქმედებს ქართული სოციალურ გარემოში. ამიტომ ივანაშვილი არა მხოლოდ ქართული გვარია, ქართული პატრონიმულ სისტემაში ერთ-ერთი კლასიკური ფორმაა საერთოდ. ეხლა ჩალაურზე მინდა, ჩალაურზე რატო? ჩალაურს ამ გვარებთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ მომწერა ერთმა პიროვნებამ მომწერა, ეთქვა ძალიან დიდი ხანია მთხოვს ჩალაურების გვარის ისტორიას და ესე იგი მიშველე რამეო თორე გადავიკეთებ გვარსო და ამიტომ რო არ გადაიკეთოს გვარი და ძალიან კარგი გვარის წარმომადგენელია, ამიტომ 1-2 სიტყვით ვიტყვი ძალიან მოკლედ ესე იგი ჩალაურების გვარზე. ეს არის შიდა ქართული წარმოშობის ქართული გვარია, მისი ძირითადი კერა გორის რაიონის სოფლებში კარალეთი, თერგვისი, კარბი, კოშკი, მერეთი, პატარა გარეჯვარი და საგორამოში ფიქსირდება. გვარი წერილობით წყაროებში ჩანს, ესე იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში, ანუ 1819 წლის 18 ივნისის სამართლებრივ დოკუმენტებში, რომლებიც შეტანილია კრებულში ქართული სამართლის ძეგლები, ტომი მე-6 ტომში. მოხსენებულია ნინია ჩალაური და ხაზგასმულია, რომ გარკვეული პირები ნამდვილად ჩალაურები იყვნენ. გვარის ფუძეა სიტყვა ჩალა, საიდანაც წარმოიშვა სხვა ქართული გვარები: ჩალაძე, ჩალაშვილი, ჩალაბაშვილი, ჩალაგაშვილი და ჩალათაშვილი. ჩალაურების გვარის წარმომადგენლებს შორის არიან კონსტანტინე ჩალაური, ტექსელის აჯანყების მონაწილე, რომელიც 1955 წელს ესე იგი დაიღუპა, თენგიზ ჩალაური, ჟურნალ დილას რედაქტორი და დავით ჩალაური 1993 წლის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი. ჩალაურებული ისტორიულად ქართული გვარი და დღესაც ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში არიან გავრცელებულები. ეხლა დასვლა რო გავაკეთოთ ამ ყველაფრიდან, ამ გვარების განხილვა ცხადად აჩვენებს ერთ მთავარ ჭეშმარიტებას: გვარის ფუძის უცხო ჟღერადობა არ ნიშნავს გვარის უცხო წარმომავლობას. გადამწყვეტია არა მხოლოდ სიტყვა, არამედ როგორც ჩნდება ქართული გვარის საბუთებში, რომელ გეოგრაფიულ სივრცეშია გავრცელებული, რაც სოციალურ გარემოში მოქმედებდა ესათვეს გვარი, არის თუ არა ჩართული ქართულ ეკლესიურ და სამართლებრივ სამეურნეო ცხოვრებაში. და როცა ვხედავთ, რომ გვარები მე-16, მე-17, მე-18 საუკუნიდან ფიქსირდებიან ქართულ დოკუმენტებში, ქართულ სოფლებში, ქართულ ეკლესიასთან, სამეფო კართან და ზარაფხანასთან, ბეგარასთან, წყალობის წიგნებთან და ნასყიდობის აქტებთან, მაშინ სრულად აშკარა ხდება, ეს გვარები ქართული ისტორიული სინამდვილის ორგანული ნაწილია. ამის გარდა კიდე მე მინდა ერთი რაღაცა თქვა. ეს ყველაფერი კაი ბატონო, ვიღაცას აწყობს პერიოდულად თავს მახსენებს, რომ გინდა თუ არა უნდა რაღაც უნდა ვილაპარაკო. დიდი მადლობა ამისთვის, რომ მე
ასე თქვათ პინგ-პონგს თამაშობ სატოპკეს მიგდებს, ანუ ესე იგი რომ ტოპკა დავარტყა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ესეთ ადამიანებს, ესენი რო არ იყვნენ ფაქტურად, რა ვიცი, შეიძლება მეც ვერაფერი ვერ მეთქვა თქვენთვის ეს გვარებიც არ გამეცნო. და კიდაც ასე იყოს, აი დაუშვათ არის გვარები არიან რაღაც გარკვეული გვარები რომლებიც მართლა არ არიან ქართული წარმომავლობის და არიან არაქართული წარმომავლობის გვარები. ამისთანა გვარი არიან რა რამოდენიმე დაახლოებით 20% ალბათ ქართული გვარების 20% შეიძლება არც არის ამდენი, მაგრამ მაინც 20% თქვათ არის ის კატეგორიის გვარი, რომელიც შემოსულია საქართველოში, მაგრამ შემამაცხონებულო აი როგორ შეიძლება თქვა აუგი შეიძლება თქვა და არაქართველი უწოდო დაუშვათ აი ელიოზიშვილს, რომელმაც ქრისტეს კვართი ჩამოიტანა საქართველოში და სვეცხოველი რო გვაქვს დღეს სოფლიო დონის ასეთი დიდი ხოროთმოძღვრების ძეგლი, აი ის არ იქნებოდა, არც ქრისტიანობა არ გვექნებოდა დღეს, თუ არა ელიოზის შემოტანილი, ელიოზ ებრაელი იყო. რამდენი შუშანიკიც არ იყო ქართველი, ხო? აბუთვილელი არ იყო ქართველი, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდნენ კაცო. დაუშვათ ძალიან ბევრი გვარი ჩვენ აი ხანგრძლები ვიცით, ქურთები იყვნენ კაცო. მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდნენ. აი ეგეთ გინდაც ის 200 ებრაელი, რომელიც ახალციხეში ჩვენთან ერთად იბრძოდა, ის ბორჩალოელი თათრები, რომლებსაც თავი გაწირეს საქართველოსთვის და ის ძალიან ბევრი არაქართველი, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა, საქართველოსთვის სისხლი დაღვარა, მისი წინაპრები ამ მიწაში არიან. დღეს დამარხულები შენ ესე იგი ხელს კრავ, კაცო, რატო კრავ ხელს? აი ეს არ მესმის პირიქით, კაცო, პირიქით ეს ხალხი უნდა გავადიდოთ და უნდა თქვათ, რომ ჩავიხუტოთ გულშია ჩასახუტებელი ის ხალხი, კაცო, შენი სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის იბრძოდა ეს ადამიანი და შენ და მე და შენ დღესო კარგად ვართ დაუშვათ და რო აი ეს მათი დამსახურებაც არის, მათი დამსახურებაც და მე ყველაფერს თავი დავანებოთ კაცო, თუ მაინც და მაინც ეჭვი გვეპარება ამა თუ იმ გვარის არაქართველობაში, დღეს არსებობს ძალიან უტყუარი გადამოწმება ამ ყველაფრის, უნდა ჩაიტარონ ესე იგი გენეტიკური კვლევები და აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს იქ ჰაპლოჯგუფებით დადგინდება ესა თუ ის გვარი ქართულია, არაქართული, ქართულ სივრცეში დაუშვათ რომელიც საუკუნე და რამდენი 1000 წლის წინ მოვიდა და ყველაფერი ჩანს, მოკლედ ეს დღეს პრობლემა არ არის ამის დადგენა. ეს ერთი და მე ჩხრიკავთ რაღაცებს რა, ვიქექებით რაღაც იმაში, ბიჭო, თავარია ქართული საქმე აკეთონ, თავარია ქართულად აზროვნებდნენ, თავარია ქართულად ფიქრობდნენ, საქართველოსთვის თავს წირავდნენ, ეს ამ თავარი, თორე დანარჩენი მეც მე ჩემამდე არ დადის და ვერ ვგებულობ, აი ეგეთ რაღაცებს ვერ ვგებულობ და ეს ცოტა მაღაზიანებს კიდეც ასეთი დამოკიდებულება საერთოდ თავარია ქართული სახელმწიფო ავაშენოთ, ყველამ ერთად ავაშენოთ ქართული სახელმწიფო და იყოს ისეთი სახელმწიფო, როგორც ჩვენ გვიდა, კი ბატონო, გასაგებია ჩვენ ყველაზე მეტად საუკუნეებს გაუძლო ჩვენმა გენამ და ჩვენმა გენეტიკამ და ერთ-ერთი სუფთა გენეტიკით მოვედით დღემდე. მაგრამ არც არასოდეს ხელი არ გვიკრია სხვა ერის წარმომადგენლებისთვის, ამის ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებელი, ჩვენი ყველაზე დიდი მეფე და თამარ მეფე, რომელიც აი ეს ორი ადამიანი როგორი ტოლერანტები იყვნენ და როგორ ეყრობოდნენ იმ ერებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ. და ამას თუ თავი დავანებოთ, ახლა ბევრს ეშლება, ვიცი მე რაღაც არის ეს გვარი და გვარ გადაკეთება, სულ ორი სხვადასხვა რაღაცა. თუ ვიღაცა პიროვნებამ გვარი გადაიკეთა ქართულად, ეს დაუშვათ ვიღაცა დაუშვათ რა გვარი თქვა, არ ვიცი, რაღაც ვიღაცა გვარმა, დაუშვათ ესპანელმა გვარი გადაიკეთა ბერაიად.
გვარი ბერაია რაშვაში ამ შემთხვევაში თვითონ ის პიროვნებამ გადაიკეთა გვარი ბერაია თორე ბერაია გვარი არსებობდა და ქართული გვარია კაცო ხო და აი ეს გეშლება თქვენ შეიძლება ვიღაცა პიროვნებამ გადაიკეთა გვარი მაგრამ ეს იმ გვარს შტილს არ აყენებს კაცო არავითარ შემთხვევაში არ აყენებს და გინდას რომ გადაიკეთოს მე რა გადაიკეთა თუ ის გამოადგება მე საქართველოს და ჩვენ გამოგვადგება ჩემს სახელს და დიდებას მოუტანს ჩემს ქვეყანას იყოს გვარგადაკეთებული მე რა დაშავდება რამე მოკლედ აი ეს იყო სულ რაც უნდა მეთქვა ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბი ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის ტელევიზიის გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები და ჩვენც მეც გახლავართ ლევან ბერაი ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი თუ გაინტერესებთ კიდე ესეთი გადაცემები და თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის წარმომავლობა მომწერეთ იაქტიურად მომწერეთ და შეძლების დაგვარად მეტნაკლებად შეგვიძლია დაგეხმაროთ თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მე ვსა